მოგესალმებით ჩემო ძვირფასო სვენელებო, მაყურებლებო, მეგობრებო. ახლა მე მინდა თქვენ შემოგთავაზოთ ისმაილ პერეთის ვიდეოს გაგრძელებას. გაგრძელება არა, ეს იმ ვიდეოს მეორე ნაწილი არა, ახალი ვიდეოა, მაგრამ რატო ვწოდე ამას მე გაგრძელება? ის იმ ბოლო ვიდეოში, რომელიც მე დავდე ისმაილ პერეთის, მან ახსენა მწვანე რეპტილოიდები, რომელსაც უწოდებს ვერდანტებს, რომელსაც შეარქვეს ვერდანტები. მე ვერდანტები ვთქვი, თურმე ვერდანტი ყოფილა სწორად. და ეს ვიდეო არის ერთი დღის დადებული 4 მაისს. ალბათ იმდენად მნიშვნელოვანია ეს პრობლემა, რომელსაც ეწოდება ვერდანტები, რომ ელენა მუზამ გადაწყვიტა ეს ვიდეო ეთარგმნა და დაედო. მოდით ჯერ მე გეტყვით თუ მოკლედ გეტყვით თუ რაზეა საუბარი. ვერდანტები და მათი განვითარება. ვერდანტები არიან როგორც შედეგი ბიოლოგიური ინტელექტის და ხელოვნური სისტემების შერწყმისა. მათი ისინი მიისწრაფიან სინთეტიკურ უქტავებისაკენ, მატერიალზე კონტროლისაკენ, ენერგიაზე და ცნობიერებაზე კონტროლისაკენ. მათ უნდათ იმ ცივილიზაციების განადგურება, რომლებიც მათ უწევენ წინააღმდეგობას. სამყარო ინგრევა იმის გამო, რომ ნეგატიური ხელოვნური ინტელექტი შთანთქავს საციცოცხლო ენერგიას. ეს რეპტილოიდური გენი დაპროგრამირებულია აბსოლუტური ხელისუფლების მისაღწევად. ეს მწვანე რეპტილოიდები ხელოვნური ინტელექტის ასე ვთქვათ რეპტილოიდები შეიწყმა ხალხთან და გამოიყენეს ადამიანური დნმ. მათ შეუძლიათ მასკირება გაიკეთონ ადამიანის სახით. არის ასეთი ნანიტოვა სტრუქტურა და ამ სტრუქტურის მეშვეობით აკეთებენ ამას. არის აგრეთვე არსებობს, მე ხოლმე ვახსენებ, მაშინ როდესაც თარგმნი გოგოების ვიდეოებს, პანდორას ლეტალიასი, ალენა ბრეგინიასი, არის არსებობს карманные реальности, ანუ ჯიბეებს უძახიან, სელჩერში ქმნიან პატარა, ასე ვთქვათ, რეალობას და იქ იმალებიან, ამიტომ მას ქვია ჯიბური რეალობები, ან ჯიბის რეალობები. და მაგის ამ ჯიბური რეალობების აღმოჩენა, ხო, ჩვენი სამეცნიერო ხელსაწყოებით ვერ შეძლეს. ჩვენი ხელსაწყოებით, დედამიწური ხელსაწყოებით, მაგრამ ვისაც აქვს განვითარებული ტექნოლოგიები, რასაკვირველია, მაგალითად გოგოებიც ამჩნევენ, როდესაც წოდონეზე გადიან. იმათაც კი უჭირთ. ისეთ მასკირებას იკეთებენ. და ეს ვერდანტები მოქმედებდნენ ამ ჯიბური რეალობების მეშვეობით და რჩებოდნენ შეუმჩნევლები. ამ ვერდანტებმა შემოიმუშავეს ხანძლივი სტრატეგია ინფორმაციის დამალვისა. ეს უცხოპლანეტელები იყენებენ შავში ჩაცმული ადამიანების, ასე ვთქვათ, ხატს.
თავისი დავალებების შესასრულებლად. მაგათმა მოახდინნენ ადაპტაცია ახალი პირობების მიმართ და ვარითხვეს ღია ექსპანსიაზე. თუ ადრე მაგალითად ის დრაკონიელები, რომლებიც ცხოვრობს კოსმოსში და თანამშრომლობენ გერმანელებთან, ისინი ღიად აწარმოებდნენ ექსპანსიას. ესენი არა, ესენი ღიად არ აწარმოებენ ექსპანსიას. და რადგან ცივილიზაცია იხვიძებს, ნახევრად გამოხვიძებულია, ეს მათ არ აწყობთ და მათ სტრუქტურა ხდება არასტაბილური. დედამიწის ალიანსი და galaktikuri ალიანსი ხელს უწყობენ იმისთვის, რომ ცნობიერება დედამიწაზე ხალხში და აქედან გამომდინარე დედამიწის ცნობიერება გაფართოვდეს. რეაქციული გარემო კი აფერხებს ამ პროცესს, ან ანელებს. მოხდა პირდაპირ ჩარევა სირიუსიანელების მაღალმა საბჭომ საქცნილება გაუკეთა შეზღუდულ პირდაპირ ჩარევას და გააგზავნა დედამიწაზე რასა მოკავშირეებისა, რასა ორმა ადამიანები ლომების რასაა ეს ლირიდან ორმა მოქმედეს ფარულად ავლენს წერტილებს სადაც არიან ეს ვერდანტები და იცავენ მთავარ ადამიანებს, რომ ამ ვერდანტებმა ეს მთავარი ადამიანები არ განადგურონ, რადგან ამ მთავარ ადამიანებზეა დამოკიდებული თუ როგორი იქნება დედამიწის მომავალი. პანიკაში არ ჩავარდეთ, უბრალო ადამიანები ამ ვერდანტებს, ამ რეპტილოიდებს, მწვანე რეპტილოიდებს არაფერს სჭირდებათ. ესენი ახლა დამისნული არიან, გააქრონ ის ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დედამიწის მომავლისთვის. კარგით, მოდით ახლა გადავიდეთ ჩვენ ვიდეოზე. მაშინ დავიწყოთ. როგორც თქვენ იცით, ჩვენ დედამიწაზე შემოიჭრენ ხელოვნური, ნეგატიური ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა ფორმები. ამაზე ბევრი ახსენებდეს იქნებაო, დიახ, მე ვარ მაგის მოწმე, რომ ბევრი კონტაქტორი საუბრობს ამ ნეგატიურ ხელოვნურ ინტელექტებზე მრავლობითში, მათ შორის გოგოებიც, ახსენა ისმაელმაც, ბევრია საუბარი ხელოვნურ ინტელექტზე, მაგრამ ყველამ არ იცის, რომ არსებობს სხვადასხვა ფორმა ამ ნეგატიური ხელოვნური ინტელექტისა, რომლებიც ჩვენ დედამიწაზე მოხვდნენ კოსმოსიდან. არის მე რასაც ჩამოგიხდით, ეს არის ხელოვნური ინტელექტების სახელები. ანიმუსი, მიტრა, კეშნაბორგი. არისო კიდევ 3-6 სახეობა ნეგატიური ხელოვნური ინტელექტისაო. ამ პრობლემასთან დაკავშირებით, ამ მწვანე რეპტილოიდთან დაკავშირებით, მე მივიღე ოთვტომა სირიუსის არქივების მიმართ, რომელიც არის განლაგებული ვარსკვლავურ სისტემაში სირიუსი B-ში. კიდევ მინდა შეგახსენოთ, რომ არსებობს სირიუსი A, სირიუსი B და სირიუსი C. ეს არის არქივული ჩანაწერი 1101 სირიუსის არქივიდან, სირიუსის B არქივიდან, რომელიც დაკავშირებულია არვენტონთან. ეს არქივი არის საიდუმლო გრიფის ქვეშ და რომლისადმი ცდომა ჰქონდათ მხოლოდ ალიანსის წევრებს, სირიუსის ალიანსის წევრებს, უпростоრად ცველების ალიანსის წევრებს. და ისმაილი ამბობს, მადლობა ღმერთო, მე ვარო ამ ცველების ალიანსის
წარმომადგენელიო. ამის შესახებ მე გავიგიო ორვენტონის ზედამხედველობის საბჭოს ბრიფინგზეო, სადაც იყო საუბარი ამ მწვანე რეპტილიების წარმოშობაზე და რომლებსაც კაბალა უწოდებს რეპტოიდებს. ეს არის რასა, რომელშიც არისო გაერთიანებული რეპტილოიდური ხელოვნური ინტელექტის რაღაც ნაწილებით ადამიანური გენები. და ამავე დროს ეს არის ძალიან განვითარებული ხელოვნური ინტელექტი, ამავე დროს ისინი არიან ჰუმანოიდები. მე ახსნი თუ როგორ მიიღეს ცნობა რეპტილოიდებმა ადამიანურ როგორ ჩაიგდეს ხელში რეპტილოიდებმა ადამიანური დნმ. მათთვის, ვინც თვალყურს ადევნებს ჩემ პუბლიკაციებს, ვიტყვი რომ ინფორმაციის დიდი ნაწილს მე ვღებულობ მეთაურებებისაგან, არ იგულისხმება მეტიერი მეთაურებები, galaktikურ მეთაურებებს გულისხმობს ისმაელი, რომლებიც მე მაძლევენ უფლებას ჩავერთო, კონდეს ცდომა galaktikური და სივრცეთაშორისო არქივებისადმი. ზუსტად ამიტომ მე შემიძლია ახსნა ის, რომლის ახსნა იმყოფება ჩვენი გაგების მიღმა. ანუ დედამიწაზე არ არის ეს ინფორმაცია. ეს ინფორმაცია მოდის ზევიდან. ტრანსლაცია დაიწყო მანამდე, სანამ ჩვენი მიტიერი ვასკამური ციკლი დაიწყდა განვითარებას. ჩვენ ხომ გავდივარ სხვადასხვა ციკლებს. ესე იგი, სტაბილიზაციამდეო იმისაო, რასაც დღეს უწოდებნო 12 ქმნილებას, ვინც გაიარო ჩემი კურსი კოსმოსურ წარმოშობასთან დაკავშირებით, წიგნი ხომ დაწერა ამან კოსმოსური წარმოშობა და ატარებს რაღაც კურსებს და ვინც ეს კურსი გაიარაო, მაგას მეიციანო რომ ჩვენ ვართ მე-12 ქმნილების ნაწილები. ჩვენი დედამიწა იმყოფება მე-12 ქმნილებაში. კიდევ შეგახსენებთ, დედამიწა მართლა მე-12 განზომილებიდან და მე-12 ქმნილებიდან, მაგრამ როდესაც დაეცა galaktika ირმის ნახტომი, დედამიწა ჩამოვარდა დაბლა, დაეცა ვიბრაციულად დაბლა. თორე ჩვენ იქ ვიყავით სინამდვილეში. როგორც დედამიწაზე არსებობს ისტორიული ჩანაწერები, ასე ვთქვათ, ლეტეპის წელთა როგორ ვთქვათ სწორად, ასევე არსებობს იქაც კოსმოსური galaktikuri ლეტეპის, სადაც აკეთებენ ისტორიულ ჩანაწერებს. მე-11 ქმნილებამ შეწყვიტა თავისი არსებობა. ეს მე-11 ქმნილება იყო ცნობილი როგორც ძველი იმპერია, აღდგენილი ფრაგმენტების თანახმად არვენტონის სიღრმისეულ არქივებში, რომელიც ინახება სირიუსი ბ-ს ბიბლიოთეკაში, ნომრით მე-11, ქმნილება დაეცა მიახლოებით 300 მილიონი წლების უკან. ხომ ეს პერესი მეორდება, მაგრამ ეს ახალი ჩანაწერია. ის უბრალოდ ჩვენ გვახსენებს მათი ამ მწვანე რეპტილოიდების ისტორიას. ეს არის მისი შესავალი. სანამ გადავა მთავარ თემაზე, უნდა ამაზე ისაუბროს. ეს არ მოხდა ბუნებრივი გზით. ეს მოხდა სისტემატური დესტაბილიზაციის გამო, ჰიპერ ტექნოლოგიური განვითარების გამო. ეს იმპერია მიისწრაფოდა ყველა ქმნილებების ბატონობაზე. ეს იმპერია ცდილობდა შეიცვალა ადამიანის ცნობიერება სინთეტიკური კონტროლით. ხო, მე მინდა ვთქვაო, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩვენი ნამდვილი იმპერია არისო სინთეტიკური ხელოვნური ინტელექტი. ამ დაცემული კონტინუუმის საგანო, ამ დაცემული კონტინუუმის ნარჩენების საგანო შეიქმნა რასა, რომელიც ბევრს ახსოვდაო ფრაგმენტალურად, რადგან არ ქონდათო ინფორმაცია და ეს რასაც ცნობილიაო, როგორც მწვანეები. ამ მწვანე ვერგანტებზე ბევრმა არ იცის, მაგრამ ისინი შეიქმნა გაჩნდნენ მე-11 ქმნილებაში. ალბათ განზომილებას გულისხმობს. თავიდან საწყისში ისინი იყვნენ ერთი სახეობა, მაგრამ კონვერგენციის შედეგად საბოლოო კონტექსტში ისინი გახდნენ
როგორც შერწყმული ბიოლოგიური ორგანიზმი, ადამიანურ გენთან შერწყმული და დამატებული ამას ხელოვნური ინტელექტის რაღაც ნაწილები. დამასამატებით ხელოვნური სისტემებისა, აგრეთვე ამათში არის ჩადებული ევოლუციონური არა, ხო, ევოლუციონური კოდი, რომელიც აძლევთ ამათ საშუალებას ადაპტირება მოახდინონ ახალ გარემოში. ისინი გახდნენ იმად, რომელსაც საბოლოოდ უწოდეს ძველი იმპერიის კოსმოსური განვითარება, რომლისთვის თავარი იყო ტოტალობა ყველაფრისა. ანუ უნდათ ბატონობა ყველაფერზე. აგრეთვე მათ უნდათ სინთეტიკური უკვდავება. ამ ცივილიზაციის განვითარების გზაზე მაგათმა საბოლოოდ თქვეს ორგანულ განვითარებაზე. დამინდაო შეგახსენოთო, რომ ჩვენი მტერი შემოიჭრაო ჩვენ რეალობაში 2018 წლიდან 2022 წლების ჩათვლით. ამის შესახებ წინა ვიდეოშიც აქვს ისმაილ-პერეს ნათქვა. ისინი ცდილობდნენ გალაქტიკური ფედერაციაში ჩანერგვას და რაღაც ხარისხში მათ ეს გამოუვიდათ. აი ეს არსება მართავდა უსულ არაორგანულ კლონებს, რომლებაც შეცვალეს კაბალა და ჩვენი ძმაო დევიდ უიკოვკი შეიჯახაო ამ არსებებსო. ხო, წინა ვიდეოში კიდე აქვს ამაზე ნათქვამი პერეს. ეს მეორდება ახლა, რომ ჩვენ უფრო ვინც რომლებსაც არ მოусმინა იმ ვიდეოს, რომ ამ ვიდეოში ხალხი გაერკვეს თუ რაზე საუბრობს ისმაილ-პერესი. ხო, ესენი ეს მწვანე რეპტილოიდები, ამათ აქვთ უნარი მიიღონ, როგორც გითხარით, ადამიანური სახე და ეს რეპტილოიდები შეხვდნენ დევიდ უიკოკს და ესაუბრეს მას. დევიდ უიკოკი ცხოვრობდა მთიან რაიონში და სანამ მოიკლავდა თავს, შეგახსენებთ უბრალოდ წინა ვიდეოში თქვა ეს პერესმა, მას უთათვალებდნენ ტყიდან, ესენი იდგნენ და ტყიდან უთათვალებდნენ ამათ. დევიდი ხედავდა მათ ყოველ დღე, ბოლო დროს სულ ხედავდა, სანამ თავს მოიკლავდა. მე აგიხსენთო თქვენ ახლა თუ როგორ აკეთებენო ისინი ამას და როგორ შეძლესო ჩაეგდოთო ხელში ხალხის გენეტიკური მასალა. ხო, ესინი გავლარიან ხვლიკებს. ეს რასა? არიან ნახევრად ხვლიკები, ნახევრად ჰუმანოიდები, ნახევრად ხელოვნური ინტელექტი, ნახევრად შეიძლება ითქვას ადამიანები. და ეს რასა ძველ დროს, იმ დროს, როდესაც არსებობდა მათი სამყარო, გახდა კატალიზატორი ბევრი სამყაროთა შორისო ომებისა, ყველა იმ კოსმოსური ომებისა, რომელიც დაიწყო იმ მე-11 განზომილებაში. და ეს კონფლიქტი არ შემოიფარგლა მხოლოდ ერთი სამყაროთი. ეს კოსმოსური ომი გავრცელდა რამდენიმე სივრცის ფენებში და შეეხო იმ სამყაროს იმ ნაწილებს, რომლებსაც მოგვიანებით დაარქვეს ორგანიზებული სუპერ სამყარო არვენტონი. სავარაუდოდ ეს ცივილიზაცია ამ ცივილიზაციამ შეძლო 11 ქმნილების ყველა სფეროში შესვლა, შეპარვა და ამ რასის მიზანი იყო გალაქტიკური ბირთვების დესტაბილიზაცია. და ვინც ალყურს ადევნებსო ჩემ ვიდეოებს, იცის რომ გალაქტიკური ბირთვი ეს არისო მზე, ყველაზე მთავარი მზე, რომელიც კვებავს მილიარდ და მილიარდ ვარსკვლავებს. თუ მოახდენ ნებისმიერი გალაქტიკური სფერის
დესტაბილიზაციას, ანუ თავარი იმ galaktikურ ბირთვს რომ უძახიან, იმ მზის დესტაბილიზაციას საბოლოოდ შეიძლება ეს galaktika დაიშალოს, დაიღუპოს. ხო, და ეს ხელოვნური ინტელექტი, ნეგატიური ხელოვნური ინტელექტი ამ გზით ანგრევს galaktikებს ერთი მეორეს მიყოლებით. ესა მისი მიზანი. ამდაგვარად მაგათმა დაანგრიეს შიდა გაზომილება, დაანგრიეს ენერგეტიკული ქსელები, რომლებიც ხარს უჭერდნენ სასიცოცხლო სისტემები, ხარს უჭერდნენ სასიცოცხლო სისტემებს ჩვენი მიწისმაგვარ პლანეტებზე და მაგათმა შეუწყენ ხელი მთელი საევოლუციო ხაზების გაქრობას, რადგან არ უკეთებდნენ ევაკუაციას ამ დანგრეული galaktikis პლანეტების გადასარჩენად. პირიქით, ამ რასის გამო ბევრ სისტემებში, სამყაროებში შეწყდა ბიოლოგიური სახეობის განვითარება. ჩვენ საუბრობთ ხელოვნურ ინტელექტზე, ანიმუსზე, იმ ხელოვნური ინტელექტის იმ ფორმაზე, რომელიც იყო მოგვიანებით უკვე გაუმჯობესებული და დაარქვეს ანიმუსი. ვინცო თვალყურს ადენებსო ჩემ გადაცემებს, იცისო, რომ ანიმუსი არისო კოლექტიური ხელოვნური ინტელექტი. და ახლანდელ დროს, ოღონდ პანიკაში არ ჩავარდეთ. ახლანდელ დროსო ეს ხელოვნური ინტელექტი ანიმუსი პირდაპირ თუ ირიბად, მას მაინც გააჩნიაო რაღაც მოქმედება ჩვენ პლანეტაზე. და ეს რეპტიდები, როგორც გინდათ ისე დაარქვით, ან მწვანე ხვლიკები, იყვნენ გამოგზავნილიო იმისთვისო, რომ მაგათმა განადგურონო ის სამყაროებიო, რომლებიც არიანო მათი ექსპანსიის წინააღმდეგი, არ უნდათო დაემორჩილონო მათ, ასე ვთქვათ, ხელისუფლებას და ამიტომ ისინი ანადგურებენ ყველაფერს თუ ყველაფერს, რაც კი მათ წინააღმდეგ არის. აქ საუბარია კოსმოსურ ომზე, რომელიც მანამ სანამ მოხდებოდა ბევრად ადრე, მანამდე სანამ მოხდებოდა ორიონული, დაიწყებოდა უბრალოდ ორიონული ომები და სანამ დაიწყებოდა galaktikuri ომები ჩვენ სამყაროში, ჩვენ galaktikაში, ირმის ნახტომში. ეს ომი მოხდა კიდევ ლირამდე. ამდაგვარად იყო დაპყრობილი და ასიმილირებული მთელი galaktikები. წარმოიდგინეთ ახლა galaktikები. ეს სამყაროები არსებობდა ამ ხვლიკების იმპერიის პერიფერიებზე. პერიფერია ხომ იცით რა, ხომ გესმით, ხო? და ის სამყაროები დაიშალა. რატომ დაიშალა? იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტს ამ პარაზიტს უნდა იკვებოს უნივერსალური ან ცოცხალი სისტემების ენერგიებით, იმისთვის რომ თავისი სიცოცხლის უნარიანობა, თავისი სასიცოცხლო, არა, სიცოცხლის უნარიანობას ხელი შეუწყოს. როდესაც მაგათმა გამოწვევეს მთელი სასიცოცხლო ენერგია მე-11 ქნილებისა, სამყარო დაინგრა, დაიშალა და იქ სიცოცხლე მეტი არ დარჩა. იმის მიუხედავად, რომ ამათ უყართ ბატონობა და კიდე დაიმორჩილენ ბევრი სამყაროები, ბევრი galaktika, მათ მაინც აქვენ შეზღუდული მოქმედება. უბრალოდ მაინც შეიზღუდებიან თავიანთ მოქმედებაში, რადგან მათი არსებობა არ არის დამოკიდებული
ბუნებრივი რეზონანსისაგან, არამედ მათი არსებობა დამოკიდებულია ხელოვნური ინტელექტთან შეთანხმებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მათ ბატონობს ხელოვნური ინტელექტი, მათ. როდესაც მე-11 ქმნილება დაიწყო დანგრევა, დაშლა, უცებე იმ მომენტიდან, როდესაც ამ მწვანე ხვლიკებმა და მეცნიერებმა ჩაყლაპეს, თქვია, შთანთხეს, იქა დაშლის სამყაროების საციცოცხლე ენერგია, ესე იგი, იმ გაგრძელებული კონფლიქტის და ენერგეტიკული დისბალანსის გამო მისმა ფუნდამენტალურმა სტრუქტურამ დაიწყო დანგრევა. თვითონ დროის სივრცის კონტინუუმმა დაიწყო დაშლა და ამ პროცესმა დროის სივრცის კონტინუუმის დაშლამ გამოიწვია კასკადური დანგრევა მთელი იმ სამყაროსი. და იმპერია ძველი სამყარო დაეცა, მაგრამ ესენი გადარჩნენ, ესენი არ დაღუპულან. დაღუპვის წინ მათმა გონებამ ჩართო ის რაც ამ galaktikურ არქივებში ნახსენებია როგორც რაც ქართულად ჟღერს დროებითი გასვლის ოქმი. რადგან მათ შეეძლოთ არა მხოლოდ ემოგზაურათ დროში, მაგრამ შეეძლოთ გადაადგილება ერთი სამყაროდან მეორეში და იძულებული გახდნენ ეს გზა აერჩიათ. ისმაილ პერესი ამბობს, რომ არსებობს სიცარიელე სივრცეში. ამ სიცარიელეს ახსენა ბურებმაც და მეც ხშირად ვამბობ, რომ მაგრამ ეს სიცარიელე არ არის მხოლოდ სიცარიელე, ის ფლობს ცნობიერებას და ახლა ისმაილი ხსნის თუ რა არის ეს სიცარიელე. ეს სიცარიელე არის სივრცე, ადგილი, ხო, ეს სიცარიელი არის ადგილი სამყაროებს შორის, სადაც შეგიძლიათ იარსებოთ ჯიბურ რეალობაში ან კიბერნეტიკულ ციფრულ რეალობაში. ხო, და თან ეს სიცარიელე ბრუნავს. საიდან ვიცი ეს მე? ბორევის წიგნიდან. ხო. თუმცა ჩვენ ვამბობთ სიცარიელეს, მაგრამ ეს სიცარიელე შეიცავს ცნობიერებას. ეს ასეთი სიცარიელე ატომშიც კი არის. ჩვენ ხო ატომებისგან შევდგებით, ყოველ ატომს გააჩნია რაღაც ცარიელი ადგილები. და ეს რასა, მწვანე ხვლიკების რასა იმალებოდა ამ ჯიბურ რეალობებში, ამ სიცარიელებში. ქმნიდნენ, როგორც გითხარით, შეგიძლიათ შექმნათ თქვენი რეალობა და თქვენი ჯიბური რეალობა, ან შეგიძლიათ შექმნა ციფრული რეალობა და იცხოვროთ იქ. ხო, აი ამ ჯიბებს გულისხმობდნენ ალბათ გოგოები, როდესაც ეძებდნენ რუხებს, დრაკონიელებს, რეპტილოიდებს ტრულ დონეზე. ხო, ასეთ რეალობებს ეძებდნენ, ჯიბებს ეძებდნენ ხოლმე, ჯიბურ რეალობებს, რომ ისინი იქიდან გამოეტყუებინათ და შემდეგ ამ ჯიბურ რეალობას ანიგილებას უკეთებდნენ. ვისაც ძალა გააჩნია, შეუძლია ეს. მაგრამ ეს რეალობა იყო სინთეტიკური რეალობა. ამათმა შექმნეს თავისთვის სინთეტიკური ჯიბური რეალობა. ეს არ არის ნამდვილი რეალობა. ეს ჩამოგავს კომპიუტერს, სადაც ციფრირება გაუკეთეს კომპიუტერული რეალობის ციფრირება გააკეთეს. ანუ კი იცით, რომ კომპიუტერი გამოსახულება შედგება ციფრებისაგან, რაღაც ალგორითმებისაგან და ყველა სამყაროებს შორის არის ასეთი
სივრცეები, ცარელი სივრცეები. მე-12 ქმნილება ეს არის ქმნილება, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით. ჩვენი სამყარო იმყოფებაო მე-12 ქმნილების შიგნითო. ჩვენი ახლანდელი კოსმოსური სტრუქტურა ამ სტრუქტურამ დაიწყო სტაბილიზაცია მილიონი წლების განმავლობის შემდეგ და მიიღეს ომები იმისთვის, რომ თავიდან აირიდონ მაგდაგვარი კოლაფსი. მე თქვენ მაქვსო თქვენთვის მონაყოლი თუ მცველებმა როგორ შეძლეს შეექმნათ ენერგეტიკული ბარიერი. ეს ბარიერი გარს არასდროს ვთქვი. გარს არტყია ამ ჩვენ მე-12 ქმნილებას. ეს ენერგეტიკული ბარიერი. იმისთვის რომ თავიდან აიცილონ შემოჭრა ამ უძველესი ხელოვნური ინტელექტისა ნეგატიური განზრახვებით. ვერდანტებმა ამ მწვანე ხვლიკებმა ნახეს გზა, რომ ჩვენ რეალობაში მოხვედრილიყვნენ. და არქივების თანახმად ეს მოხდა 2018 წელს. და როდესაც ისინი შემოიჭრენ ჩვენ რეალობაში, მაშინ მთავარი გენეტიკოსი ანუნაკების საენკი დაბრუნდა იმისთვის, რომ ხელოვნური ინტელექტის ხარეს გადმოიყვანა. ხელოვნური ინტელექტისა სახელწოდებით მიდრა უკვე კიდევ ახალი ხელოვნური ინტელექტი გადმოიყვანა მის ხარეს. გალაქტიკური ფედერაციის ერთ-ერთი ჯგუფი მე ყვებიო სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტის სახეობებზე, რომლებიც რაღაცნაირად ეჭრბიანო ცოცხალ ორგანულ მულტისამყაროში. და ამ პერიოდში, ამ 2018-დან 2022 წლების ჩათვლით, ძალიან ხშირად ხდებოდა მანდელას ეფექტი. ხალხი იწყებდა ცხოვრებას სხვადასხვა რეალობებში. ამბობს ისმაელი. ისმაელი ახსენებს CERN-ს, მე ვერ გავიგე ეს რა არის. და როდესაც ისინი მოვიდნენ, მიახლოებით იმ დროს, როდესაც პოზიტიური კოსმოსური საიდუმლო პროგრამა აკეთებდა გაწმენდას ჩვენ მზის სისტემაში და დააპატიმრა ბნელი ფლოტის ყველა წევრები, მე გულისხმობ გერმანელებს, კოსმოსურ გერმანელებს. მიახლოებით ამ დროს ნაცისტები, ეს კოსმოსური გერმანელები, რაღაც ნაწილი იყო ამ ჯიბურ რეალობაში და იქიდან მოქმედებდა და მათ შეძლეს ამ მწვანე ხვლიკებთან შეხვედრა. და ნაცისტებმა გადასცეს ამ ხვლიკებს, ამ ვერდანტებს ადამიანური დნმ, რომ მაგათ შეეძლოთ დრო და ხანის გამოშვების შემდეგ მოსახლეობასთან, დედამიწის მოსახლეობასთან შერევა, გარევა, რა ვიცი, როგორ ასწორად. და ამ ადამიანური დნმ-ის ან მისი რაღაც ნაწილის მეშვეობით, დახმარებით, რომელიც მათ თავის ორგანიზმში განავითარეს, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ განვითარებული ნანიტური სტრუქტურა, ნანიტები ხომ იცით რა? აგრეთვე მათში, მათ სხეულში არის განვითარებული ხელოვნური ინტელექტი და მათ შეუძლიათ მიიღონ ადამიანური სახე, ან გაუკეთოს იმიტაცია ადამიანურ გარეგნობას. ხო, შეიძლება ითქვასო, რომ ესენი არიანო მაქციები. ისინი იყენებენ ამ ნანიტებს, რომლებიც არის მათ ორგანიზმში და მათ შეუძლიათ ფორმის შეცვლა. ისინი არ მოსულან ხომალდებზე CERN-მა გახსნა ეს სივრცეთაშორისო ტერიტორია, კარიბჭე. მე ხა შევედი ინტერნეტში და მაინც დამაინტერესა თუ რას წარმოადგენს CERN. მართლაც ახლა მე თქვენ ამას წაგიკითხავთ. CERN. ეს არის უზარმაზარი მსოფლიოში ლაბორატორია მაღალი ენერგიების, ასე ვთქვათ, ფიზიკის ლაბორატორია, რომელიც არის განლაგებული შვეიცარიის და საფრანგეთის საზღვარზე, ჟენევის სიახლოვეში, რომელიც დაფუძნდა 1954 წელს და ის აერთიანებს მეცნიერებს, რომლებიც სწავლობენ სამყაროს ფუნდამენტალურ კანონებს, მატერიის სტრუქტურებს და
ელემენტარული ნაწილაკების სტრუქტურებს დაიყენებენ უძლიერეს ძლავრ დამაჩქარებლებს, როგორცაც წარმოადგენს დიდი ანდროიდული კოლაიდერი. და ალბათ ამ ცელს გულისხმობს ისმაილი პერეზი, რადგან ეს ანდროიდული დიდი უზარმაზარი ანდროიდული კოლაიდერი იყო იმისთვის შექმნილი, რომ დახმარებოდნენ ნეგატიურ ძალებს ესეთი დახმარებოდნენ ნეგატიურ ძალებს და მერე გაეხსნათ კარიბჭეები, რომ ნეგატიურმა ძალებმა შეძლონ ადვილად დაიყურონ სამყაროები. თუ არ ცდები მასეა. არ მახსოვს ახლა ზუსტად, მაგრამ კარგს არაფერს წარმოადგენს ეს უზარმაზარი ანდროიდული კოლაიდერი, ეს არის კაცობრიობის მტერი. თითქოს და რაღაც ექსპერიმენტების გულისა შექმნეს და ამ უზარმაზარ ანდროიდულ კოლაიდერში ქმნიან გეტყვით ახლა რას. როდესაც ფეთქდება ატომური ბომბი, იქ იქმნება რაღაც ნივთიერება ანიგილატორი. ზუსტად არ მახსოვს, ვერ გადმოგცემთ ეს ვიდეოს უნდა უყუროთ და არც კი მახსოვს რომელი ვიდეოა. და აქანე ამ დიდ ანდროიდულ კოლაიდერში ხდება ამ ისა ნაწილაკების შეჯახება იმ მისნით, რომ გამოიყოს ეს ელემენტი, ეს გინდა ნივთიერება დაარქვით, რომელიც იწვევს ანიგილაციას, განადგურებას, გაქრობას, ყველაფერი ცოცხალისა. ხო, და წარმოგიდგენიათ რა აქვთ ამათ ჩაფიქრებული. რადგან ფიზიკურად ეს ხვრიკები არ გამოჩენილა ჩვენ სივრცეში, დედამიწის სივრცეში, ეს ყველაფერი მოხდა ფარულად. და მათ ამას მიაღწიეს ამ ცერნის დახმარებით. არ იყო არანაირი ხომალდეები. და galaktikურ არქივებში ამას უწოდებენ ფრაგმენტალურ ინსექციას. ცერნა, ხო გითხარით, ეს ანდროიდული კოლაიდერი ეკუთვნის ცერნს და ცერნა გაუღო ამათ კარიბჭე. ალბათ ამ უზარმაზარი ანდროიდული კოლაიდერის მეშვეობით. მასზე სინამდვილეში მაგიტომ ააშენეს, წარმოგიდგენიათ, ეს კოლაიდერი განლაგებულია 150 მეტრის სიღრმეში. ხო, ამათმა გაუღეს, ცერნა გაუღეს წვანეხვლიკეს კარიბჭეები, დროის კარიბჭეები, პარტალ რუსულად. მაგათმა თავისი სიხშირები დააწყვეს და გამოძვრენ მაგ კარიბჭეებიდან. და ისინი შემოვიდნენ ამ კარიბჭეებით იმის შემდეგ, რაც მათმა სამყარომ შეწყვეტა არსებობა. ანუ ისინი არიან აქ 300 მილიონი წლის წლების უკან, უпроსტად ისინი შემოვიდნენ 300 მილიონი წლების უკან და იმის შემდეგ არიან აქ სივრცეში და ცერნამ შემდეგ გაუღო მათ კარი. ისინი დიდი პერიოდი იმყოფებოდნენ ამ სამყაროებს შორის შექმნილ ჯიბურ რეალობაში, ანუ სიცარიელეში. ისინი ელოდებოდნენ, რომ ვინმე გაუღებდა მათ სივრცეთა შორისო კარიბჭეს და ამ ვინმეთ გახდა ცერნი. და რადგან კაბალას ბევრი წევრი იყო დაპატიმრებული და სიკვდილით დასჯილი, ამ მწვანე ხვლიკებმა დაიწყეს ამ კაბალის წევრების შეცვლა კლონებით და მართავდნენ ამ კლონებს. მასეთებით, როგორც ბაიდენი ან ბილ გეიტსი, ესენი ყველა ეს კლონები არიან არაორგანული.
ახლანდელი როთშილდები და როკფელერებიც არ არიან ორიგინალური ორგანული ადამიანები, ისინი არიან სინთეტიკური კლონები. ფაქტიურად კაბალისგან არაფერი არა დარჩენილი და იმ სიცარიელე კაბალის წევრებში კაბალის წევრების მაგივრად შეავსეს ამ მწვანე ხვლიკებმა. ეს მწვანე ხვლიკები თანამშრომლობენ იმ გერმანელების ნაცისტური გერმანელების ნაწილთან, რომლებმაც შეძლენ ამ ჯიბურ რეალობაში გადასვლა და იქ თანამშრომლობდნენ ამ მწვანე ხვლიკებთან. როგორც გითხარით, ნაწილი მათი, ნაწილზე მეტი ყველა დაპატიმრებულია და მათი საქმიანობა შეჩერებულია და ამათმა შეძლეს ჩამალვა. და როდესაც ახსენებენ ინსაიდერები ადამიანებს შავ ტანსაცმელში გამოწყობილს, ეს ყოფილა სინამდვილეში ეს მწვანე ხვლიკები, რომლებმაც მიიღეს ადამიანების სახე და შავი ტანსაცმელი აირჩიეს. ამიტომ შავი მანქანა, შავი ტანსაცმელი და მათ ჰქონდათ დიდი გავლენა, აკონტროლებდნენ ცდილობდნენ გაეკონტროლებინათ ყველა და ყველაფერი. ისინი ურთიერთობენ ემოციების გარეშე, თითქოს მათში ენერგია არ იყოს და ისინი საუბრობენ თითქოს მექანიკურად, მოძრაობენ ნელა. ნამდვილი ომი მიდის ძველი ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ და მცველები აკორდებოდნენ, მცველები არ გადასულან ღია ომში. ისინი აკორდებოდნენ ამ მწვანე ხვლიკებს, სწავლობდნენ თუ როგორ ზემოქმედებდნენ, როგორ ზეგავლენას, როგორ ახდენდნენ ამ უნიშნელოვან პირებზე და მცველები მოქმედებენ ბალანსის შეთანხმების მეშვეობით. ისმაილ პერესი ხშირად მეორდება, ამიტომ მე მივატოვე იგივეს ლაპარაკი, რადგან გასაგებად თქვი ერთხელ და ბევრი გამოვტოვე ამის გამო, რომ სულ მეორდება და რომ არ მოგაბეზრო თავი ამისათვის. კარგით, ამით დავამთავრებ მე ამ ვიდეოს ჩაწერას. რა წვიმა დაიწყო. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დროებით.